გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე და დღეს წარმოგიდგენთ Excel-ის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. კერძოდ, როდესაც ჩვენ მოცემული გვაქვს შემთხვევა, სადაც უჯრედში ჩაწერილი გვაქვს რაიმე ტექსტი, რომელიც შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგალითად პროდუქტის დასახელებას, მის ღირებულებას და ასევე მის რაოდენობას. მაგრამ ეს ყველაფერი მოთავსებულია ერთ ტექსტში. დამეთანხმებით, არც თუ ისე ოპტიმალური ფორმატია ესეთი ინფორმაციის ჩაწერისთვის და უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუ კი თითოეული ეს კომპონენტი, პროდუქტის დასახელება, ღირებულება და რაოდენობა იქნებოდა განთავსებული ცალკე სვეტებში. სწორედ ამაში გვეხმარება ჩვენ text to columns ფუნქცია, რომელიც განთავსებულია data menu-ში, ამ ღილაკის სახით. იმისთვის რომ ავამოქმედოთ text to columns ინსტრუმენტი, ჩვენ უნდა მოვნიშნოთ უჯრები, სადაც განთავსებულია ტექსტები, გამოვიძახოთ text to columns ფანჯარა, დავაჭიროთ next ღილაკს, შემდეგ სპეციალურ ველში ჩავწეროთ ის სიმბოლო, რომელიც გაყოფს ჩვენს ტექსტს სხვადასხვა ნაწილად. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს სიმბოლო არის, როგორც ხედავთ, ქვედა ტირე, რომლითაც გამოიყოფა სხვადასხვა ნაწილი ტექსტის. ამიტომ ამ ველში ჩავწერთ ქვედა ტირეს და ხედავთ, რომ გაჩნდა სპეციალური ხაზები, რომელიც გვიჩვენებს დაყოფის პრინციპს. შემდეგ ჩვენ უნდა დავაჭიროთ finish ღილაკს და დავინახავთ, რომ ტექსტი დაიჩეხა ნაწილებად და თითოეული ნაწილი განთავსდა შესაბამის სვეტში. მივიღეთ 3 სვეტი, თითოეულში განთავსებული შესაბამისი მონაცემებით. ასე მარტივად შეგვიძლია დავაცალკევოთ რთული აწყობილი ტექსტები, რომელიც განთავსებული გვაქვს სხვადასხვა ცხრილში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.